სალამი მაყურებელს, დღეს ბატონი ბადრი გყავს სტუმრად, უნდა ვისაუბროთ თემაზე სახელწოდების თუ სახელდების და პოლიტიკური მიზნები თუ პრობლემები თუ როგორ დავარქვათ. კი ბატონო, ესე შეიძლება. ბატონი ბადრი, აბა ისევ ნახევარსახე აღარ გიჩანთ. ნახევარსახე რაღაც დაედო რა ზევით. სწორედ. ამ ვიდეოს ჩაწერა ხდება სადღაც, ალბათ იქ ზევით. არა, მაგის ბრალი არ არის, რომ არ მაგიტომ გიჩანთ. ის ნახევარი ხო, სახე. ცოტა ისე დაჯექით კომპიუტერთან, რომ დავეთანხმე მომაგურად ჩაწერა. ჩანთ. ოდნავ თუ უკან თუ გაიწევით, უფრო ჩაეტევით. აი, ხო და ერთი ორი დღის წინ უკრაინაში მოკლეს ადამიანი, რომელიც 90-იანებში იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და ახლა იბრძოდა უკრაინაში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და მოკლეს და რო დადეს მისი ისე სამძიმარი, იქ დააწერეს, რომ 92 აფხაზიაო და 25 დონბასიო თუ დონეცკიო. ანუ არც იქ არ დააწერეს გრუზია და არც აქ არ დააწერეს უკრაინა. და მე ეს გადავასწორე, ანუ დავაწერე წითლად გრუზია აფხაზიასთან და ქვემოთ დონეცკთან დავაწერე უკრაინა და ესე კითხვა დავსვიგრო, весело умирать за попытку изменить название на политической карте мира мეთქი. თან в пользу России. Не просто ისე რომ а в пользу России. Ну, მაგაზე პასუხი არავინ არ გამცა. კი. ხო და მაგაშია მთელი ჩვენი ამბები და ვისაუბროთ დღეს ამ თემაზე. ეს იმიტომ არის, რომ მართლა ეთნიზაცია უნდათ. სახელმწიფო კი არა, ეთნიკური ჯგუფები უნდათ. საქართველოში ხო, საქართველოში უკრაინაში ეგ არ მუშაობს, მაგრამ საქართველოში ეს კარგად მუშაობს, იმიტომ რომ მრავალეთნოსიანი ერი ვართ. არა, უკრაინაშიც არიან გაგაუზები და ვიღაცები, ასე რომ არა, მაგრამ ანუ უკრაინაში მაგაზე არ მუშაობენ. უკრაინაში მუშაობენ за русскоязычных. ეს ავტოვარ თემა. ვინ რაზე მუშაობს გარეშე? საქმე არის ნამდვილად. კარგით, რა ვიცი, დავიწყოთ მაშინ თუ შეიძლება. ხო? ეს ის არის, ესე იგი, თემა საინტერესო არის ძალიან და განსაკუთრებით ჩემი აზრით საინტერესო გახდა ეს თემა ბოლო დროს. იმიტომ რომ სიტუაცია არის განსხვავებული აბსოლუტურად რა მდგომარეობაშიც ვართ ჩვენ, რა მდგომარეობაშიც ვიყავით 30-40 წლის წინათ და რა მდგომარეობაში ვიყავით 100 წლის წინ მაგალითად. 100 წლის წინ რო ვიყავით და 40-30 წლის წინ რო ვიყავით, ხომ? ის სიტუაციები უფრო ახლო იყო ერთმანეთთან 70 წლის განსხვავებით, ვიდრე 90-იანები და 20-იანები მაგალითად. ან გინებავთ 10-იანებშიც უკვე უფრო მეტი იყო სხვაობა ამ ჩვენს ორ დროსა და 100 წლის წინანდელ ორ დროს შორის. ასე რომ მოხდა ეს აჩქარებების გამო და ასე შემდეგ და სიმრავლის სირთულის გამო. რთული გახდა ყველაფერი, მაგრამ რთული გახდა სიმრავლის გამო. მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და შიგნით იყო SSR მაგალითად დადგენილი იყო ყველა ვიცოდით. მაგრამ ეხლა არ არის ეს, ეხლა SSR-იც არის, საბჭოთა კავშირიც არის, რუსეთიც შიგნით არის. საერთოდ და რაც შეეხება დროის ღერძს, რაც ხვალ იქნება და რაც 3000 წლის წინათ იყო, ხო, მაგალითად ნეოლიტი, ხო? ის ორივე და ყველა დროები ჩვენს დღევანდელობაშია. ამიტომ გართულდა ყველაფერი, რა თქმა უნდა და ამ ყველაფერს ემატება ინფორმაციას უფრო მეტი. იქ ესე იგი მსხვილი ნაკვეთები უფრო კარგად ჩანდა ყოველთვის და ახლა იმ მსხვილი ნაკვეთებს შეუძლია დაწვრილება და წვრილი ნაკვეთები მაგალითად. ერთი ეთნიკური ჯგუფი ან ეთნიკური ქვეჯგუფი გააქტიურდება რომელიღაცა გარეშე მოვლენის შედეგად. ნელებად დავიყოთ ბოლოს. აი რა ვიცი ეს და ამიტომ ამ სახელდების საკითხს აქვს მომატებული მნიშვნელობა აქვს ენას საერთოდ აი ამ პოსტმოდერნულ, არა მხოლოდ პოსტმოდერნულ,
არამედ ტრანზიციულ სიტუაციაში ეს ხო, უცებ რაღაცას ჩავჭრი და ჩაწერას გავაკეთებ და მე გააგრძელეთ. ნახეთ, ბოლო დროს ასეთი ისენი წამოვიდა, ანუ Facebook-ში ტროლები ხო message box-ებით ლაპარაკობენ და გააქტიურდა ბოლო დროს ასეთი message box-ში. ხალხი საბჭოთა კავშირს ებრძოდაო, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი ცუდი იყო და ახლაო რუსეთთან საბრძოლო არაფერი გვაქვსო. ანუ იმდენ ისეთი უტიფარი გახდა პროპაგანდა, რომ ანუ უკვე იმას ხვდენიან, რომ ცუდი რუსეთი და პუტინი კი არ არის, საბჭოთა კავშირი იყო ცუდიო, მაშინ რო ვებრძოდითო ოკეიო, მაგრამ ახლა არ უნდა ვებრძოლოთო. ეს ერთი და აი ეს რო ვთქვი, რომ საქართველოზე მუშაობს მხოლოდ ეს ეთნოსებად დაყავი და იბატონე პრაქტიკა, რომელსაც ძალიან კარგად იყენებს რუსეთი. აი ახლა ნიუ-იორკში რო გაიმარჯვა კომუნისტმა თავის გამარჯვების იმაში, იქაც დაყო. ანუ კი არ ამბობს და კი არ მიმართავდა ამერიკელებს, ამერიკას როგორც ერს და როგორც ნაციას და ამერიკელებს როგორც ნაციას. ყველა ცალ-ცალკე მოიხსენია. მეო აქო ყაზახი იმების მეცისტრა როგორ არის ქართულად nurses მედდების სახელით ლაპარაკობო, პაკისტანელი ტაქსისტებისო, იმ რაღაცა კიდე უნგრელი მშენებლებისო, იმისო და ანუ სრულიად რაღაცა ათნაირი რაღაცა დაასახელა და ამერიკელი ხო, ამერიკელი დაყო რაღაცა 15 სხვადასხვანაირ ხალხად. და ანუ ამას ახლა ნორმალური ამერიკელი რო უყურებს, ძალიან შოკში ვარდება, იმიტომ რომ მე მეგონაო რომ ამერიკაში ცხოვრობდიო და ამერიკელი ვიყავიო და იმისთვის ჩამოვედიო აქ რომ ამერიკელი გამხდარიყავიო და თურმე არა. ისე უზბეკი უნდა დავრჩე და ისე აი ასე უნდა დაგვანაწილონ და უზბეკი და პაკისტანელები და ვიღაცები აქ უნდა გაგვყონო. ანუ იქაც ეს მუშაობს. ესეც რუსულია და ესეც კგბ-შნიკურია და ესეც საბოლოო ჯამში კომუნიზმი და ყველაფერი საშინელება რომ ხო, ეხლა მაშინ აი დაახლოებით ანალოგიურ სიტუაციას ოღონდ 180%-ით უკუ ამისთანა სიტუაციას მოგიყვებით, რაც რუსეთში იყო. ხო? ხო. შევიკრიბა, ანუ უბრალოდ მაშინ იქ ვიყავი და შევიკრიბეთ სოციოლოგიის ინსტიტუტი. რავი, ყოველ შეგროვე ხშირად არის ხოლმე და ამ შეხვედრაზე იყვნენ ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წარმომადგენლებიც, აი რომლეის ინსტიტუტი როა ისინი. და ეს შეხვედრა მიყავდა ჩვენი ინსტიტუტის დირექტორს, რომელიც სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, რომელიც ეთნოგრაფია წარმოშობით იმ ინსტიტუტიდან. ხო და ასე რომ ეთნოგრაფები მოიწვია და ამ საკითხზე მიდიოდა საუბარი. სწორედ იყო ესე იგი რუსეთის დიასპორების ერთ-ერთი გამორჩეული შემსწავლელი არუთუნიანი იური. ხო და ამ იურიმ და ჩვენმა დირექტორმა ერთობლივად განაცხადეს, რომ რუსეთში ეთნიკური ჯგუფები აღარ არის. ხო. ო, აი ეს არის საინტერესო. მაშინ რუსკია. სხვა შორის გაუპროტესტე, მაშინ რას ქვია რუსეთში ეთნიკური ჯგუფები თუ სხვაგან არის, თქვენთან აღარ არის მეთქი? თქვენ მოუსწრეთ თუ არ თქვა? ვცდილობთ რომ მოусწრეთო. არუთუნიანს მათ შორის საუყუროა, რა თქმა უნდა. ასე რომ გასაგებია. მათთან არის იძინი რასიისკინა რო იძინი სავეცკი აღარ არის, მაგრამ აი სხვაგან ყველგან არიან უკრაინის ამ ფრთვარ აწუხებენ. თან არიან, თან იჩაგრებიან და აუცილებლად იქ მისასვლელია და დაჩაგრულებია გადასარჩენი. ხო, ჯერ კიდევ აფხაზეთში რომ ჩაატარეს იმ დროს იყო ესეთი რომ აი როგორც თქვენ არ გინდათ საბჭოთა კავშირში ყოფნა ისე აფხაზებს ვითომ არ უნდათ საქართველოში ყოფნა. ხომ იყო ესეთი მოწოდება? და ახლა აი იმასაც ვიტყვი, ერთი შეფასება იყო ესეთი. ჩვენო ქართველებთან იგივე დამოკიდებულება გვაქვს, რაც უკრაინას რუსეთთან. მოგწონთ? კი, ესეც ახალია. ანუ ესეც 22 წლის მერე გამოჩნდა, მანამდე არ იყო. აიო, შენ თუ არასწორად მიგაჩნიაო, რომ რასაც რუსეთი უკრაინას უკეთებსო, აბა ჩვენი და ის რატო გინდაო? აფხაზეთის დაპყრობა რატო გინდაო? ანუ ეს საყოველთაო message box-ია. არა მარტო აფხაზეთთან მიმართებაში. აფხაზეთის დაპყრობა ვის უნდა? აფხაზეთი ჩვენია, ხო ბატონო? ხო და კუთხეების ჩვენია ჯერჯერობით, ახლა ეგრე იქნება ალბათ.
ხო, ამიტომ ალბათ არა, ეგრე იქნება, იმიტომ რომ შემდეგ გეოპოლიტიკაში საქართველო არის მთლიანი საჭირო და შემდეგი 100 წლის გეოპოლიტიკა არანაირად არ მე მიყვარს საერთოდ ალბათ. გულისხმობს იმას, რომ საქართველო რამენაირად მაინც უნდა დაიშალოს. კარგით. ამიტომ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი და მართლა საინტერესო აი სახელდების პრობლემა. პრობლემა ალბათ, რომ ეს სახელდება ყოველთვის ხდებოდა, ხო? ხო და ამ ამაზე მინდა ვისაუბრო, მართლა დაკავშირებულია იმ კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებთან, რომელიც მიდის ჩვენთან, ხო? მაგრამ თურმე აგერ ამერიკაშიც იგივე ხდება. და მე ახლა გვარი არ მახსოვს ერთი აქედან გაქცეული ყოფილი თანამშრომლის ამერიკაში ყოფილი თანამშრომლის 20 წლის წინანდელი ვიდეო, რომელიც ეხლაც გააქტიურდა, სადაც ეს კაცი ამბობს, რომ 20 წელიწადში ამერიკაში სხვა სიტუაცია იქნებაო, იმიტომ რომ უკვე დაწყებული აქვთო ამერიკელების თავიდან აღზრდა. აი იმ ორგანიზაციას. ხო და ეხლა უფრო გამოჩნდა ის ადამიანი და მისი ვიდეოები ხშირად ამომივარდება ხოლმე. ეს არის ინგლისურ ენაზეა ეს ვიდეო, რაც მე რამდენჯერმე ამომივარდა და გვარის სადღაც ჩანიშნული მაქვს, მაგრამ მე მგონი ყველამ უნდა იცოდეს ეს სხვათა შორის. და მე რა ვიცი, აი ძალიან დიდი ხანია მუშაობენ ამაზე. ჯერ კიდევ ცივი ომის წლებში. კარგით. ხო და ჩვენ ყოველთვის ის პრობლემა გვაქვს, რომ დასავლეთი ეფოფინება რუსეთს და დასავლეთმა ახლა რომ იგრძნოს ამ პრობლემის სიმწვავე, ხო მოუნდება მე რომ ჩაიქეკოს და ძირი დაინახოს და ხო უნდა გადაწყვიტოს, რომ ის ძირია მოსალპობი და მოსასვლელი და მოსასპობი და მე მგონი მოდის ეგ დრო. ხედავს ამას, მაშინ ისე ტელე შემთხვევებს გავიხსენებ, მერკელი როცა იყო ილია მერკელი არ არის დასავლეთი, მერკელი რუსეთის ინტერესების გამტარია. მე მაგას არ გულისხმობ, როცა დასავლეთზე ვლაპარაკობ. გერმანია ხომ დასავლეთია. ხო და გერმანიიდან ჩამოვიდა მერკელი და ერთმა მერკელი იყო საკუთარი ქვეყნის მტერი და იმიტომ აკეთებდა იმას, რაც აკეთებდა. ანუ არ უნდა განვიხილოთ როგორც მაგალითი ისეთი პოლიტიკოსები, აი სარკოზის ხო საკუთარი ერის მტერი აღმოჩნდა დღეს ციხეში ზის. არ უნდა განვიხილოთ არც ობამა, ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარი ქვეყნების მტრები არიან, ესეთი ყოველთვის რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებენ, ამიტომ ესენი არ არიან მაგალითად მოსაყვანები. მე გულისხმობ დასავლეთს რეალურს. რომელიც ხო, ანუ რომელიც არის ისეთი, როგორც რეიგანის დროს და ტეტჩერის დროს და ასე შემდეგ. დიახ, კი ბატონო. და საქმე იმაშია, რომ არა მხოლოდ მერკელი, არამედ ჩვენს მეგობრებად რომ ითვლებიან საქართველოში იმ ისეთებიც არიან, რომლებიც ამბობენ მთლად იმას არა რა მაგალითი რა მერკელის მაგალითის მხედველობაში ქონდა, მაგრამ იმას ესე იგი მერკელს მაშინ სტუდენტმა კითხა, თქვით რომ ოკუპანტია რუსეთიო. მერკელმა რა ქნა? ნუ ოკუპანტია და ხრევი აიშა, დიდი ამბავი ხლო თუ ოკუპანტია. და ამის შორეული ექო არის ის რაც ლევანდელი კოცი. ო, ბოდიში შეიძლება ცუდ ნახევარი წამით. მე რა გადმოგირეკავ რა ბოდიში. ხო, ბოდიში დაკავებული ვარ და გადმოგირეკავ 1 საათში მაქსიმუმ. და სხვა შეხვედრა იყო, რომლის შესახებაც მე მგონი იცი, როდესაც ერთი ჩვენი მეგობარი, ამ შემთხვევაში ამერიკელის რა ციგნის განხილვა იყო ქართულად რომ უნდა გამოსულიყო ისინი და რა თქმა უნდა გამოვიდა. და იქ არც მაგას უთვლი მე მეგობრად. ახლა თვითონ რო იძახს მეგობარი ვარო, ეს არ ნიშნავს რომ მეგობარი. ოფიციალურად ჩვენიანია, რომელიც ევრაზიის ორგანიზაციის ჩვენიანობა განისაზღვრება იმით, რას ლაპარაკობს და არა იმით თავს რად თვლის თვითონ.
ანუ არა საჩვენოს როცა ლაპარაკობს, ესე იგი არანაირი ჩვენიანი არ არის. ოფიციალურად რას ნიშნავს? რას ნიშნავს და იმას ნიშნავს, რომ საბუთი აქვს გამოწერილი, რომ ჩვენი ჩვენიანი მეგობარია. საბუთი? მე ჩვენიანი აბა კაგებეშნიკებსაც რა, ხო, ჩვენიანი არა. საბუთებით ხო და დადიან. ის ადამიანი აქ არის, გვიღიმის და მე დაგვიწეს, რომ დღევანდელი საქართველო არის სტალინის ხო და ამას ჩვენიანი არ ქვია, ბატონო ბადრი. ჩვენიანი უნდა დავარქვათ იმას, ვინც საჩვენოს აკეთებს. აი, არა, მე მაგალითი არის ჯო ვილსონი, მე კაცი 40 წელია საჩვენოს აკეთებს. კიდე სხვა ეხლა პოლიტიკოსები, ამერიკაში უფრო ყავს ჩვენიანები ვიდრე ევროპაში. ევროპაში ახლა თავიდან ბოლომდე ჩვენიანი არასდროს არ მინახავს და მაგალითიც ვერ მოვიყვან, მაგრამ აი ასეთები არიან ჩვენიანები და დანარჩენები არიან კონიუნქტურშიკები. ხო, მაგრამ როცა გეთამაშებიან ღიმილით, არა, მაშინ აი, ყოველთვის ახლა გეთამაშებიან, ეს მათი სამსახურია და რა ქნან ახლა მე შენ ხო არ უნდა შეიტენო მათი ღიმილიანი თამაში. ხო და მაშინ ამიტომ მათ არ დავარქვათ ჩვენიანები, ჩვენ სწორი სახელი არ ვარქმევ დავუყო. მე ჩვენიანებს არ ვარქმევ ბატონო. მაგრამ როგორ ჩვენიანები გვეუბნებიან, რომ ახლა რა მოხდაო, იმპერიასო თავისი ლეგასი აქვს. ანუ იმპერიული მემკვიდრე, იმპერიასაც აქვს თავისი კანონიერი მემკვიდრეობა, ხო და ლეგასი ეგ. კიდე კარგი რომ როგორი? არსებობენ ისეთები, რომლებიც ამერიკაში კანონს იღებენ, რომ ვინმე თუ გაბედა და საქართველოს ტერიტორიები აღიარა რაღაცა რამედ დამოუკიდებლად, სამუდამოდ გადაინტერეს ამერიკას და ვერასდროს ვერ ამოძვრება სანქციებიდან. ანუ ხო, ასეთებზე ვილაპარაკოთ და ვინც ასეთებზე რუსეთს ვერ გაიგებს ბოლომდე რა არის რუსეთი, ყველას ისე დაემართება სამწუხაროდ. კი. ან ვერ გაიგებს კი არა, ვინც რუსეთ ასეთ პოლიტიკაში სარგებელს ხედავს. ახლა ვერ გაგება, არ არის პრობლემა, არის ის რომ სარგებელი აქვს მაგ ვერ გაგებაში. გლობალიზაციის, გლობალიზების სიტუაცია, მომხდარი გლობალიზაციის სიტუაციაში გვიხდება ცხოვრება და ურთიერთობების სხვანაირ საფრთხეებს შეიცავენ ვიდრე ადრე იყო. ეგეც გასათვალისწინებელი. მათი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ გლობალიზაცია ძალიან გვადგება და ის გლობალიზაცია, რომელსაც ახლანდელი თეთრი სახლი აკეთებს, ისევ ძალიან გვადგება, იმიტომ რომ მაგ გლობალიზაციის რუკაში საქართველო ისევ ცენტრია. და მადლობა ღმერთს, რომ ეს გეოპოლიტიკაა შემდეგი და ამავე გეოპოლიტიკამ ამერიკის გეოპოლიტიკის ინტერესებმა გადაგვარჩინა მე-20 საუკუნის დასაწყისში 91-შიც და ახლა ისევ მაგის გადასარჩენები ვართ, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ვერაფერს ვერ ვაკეთებ. ანუ გლობალიზება იმ მხრივ, რომ ამერიკის მთავარი ინტერესი არის თავისუფალი ვაჭრობა, ჩვენ ძალიან გვიწყობს ხელს ჩვენს დამოუკიდებლობაში და საერთოდ მაგაზია მგონი ბოლო 300 წელი ჩვენი დამოუკიდებლობა მიბმული და მაგის გამო არსებობს კიდე ჩვენი დამოუკიდებლობა, რომ ამერიკას აქვს აი ეს გლობალური ინტერესი. კრიტიკულ მომენტებში რეაგირება სწორია ჩვენი მხრიდანაც და ჩვენი მეგობრების მხრიდანაც, მაგრამ როცა წყნარი სიტუაცია, მაშინ ზოგჯერ ჩვენც მოვეშვებით ხოლმე და მივუშვებ. შეიძლება დაუბრუნდეთ ამას. ეს თემა საინტერესოა და სანამ რაღაც პოლიტიკურ ცხოვრებაში რაღაც რეალიებზე ვილაპარაკებთ, მანამდე ამ სახელდების შესახებ მინდა ცოტა ვთქვა. შეიძლება ძალიან შორი ექსკურსიით გავაკეთო და ეს შორი ექსკურსია არის ბიბლია ბატონო. როდესაც მე-7 დღეს თუ მე-6 დღეს დაამთავრა ღმერთმა სამყარო შექმნა, მისი სამყარო შექმნა, როცა დაამთავრა ღმერთმა, დაიბარა ადამი, უпростоოდ მოიყვანა ადამი, დაუძახა ყველანაირ ცხოველებს და უთხრა ადამიანს, აი ბატონო, დაარქვი ახლა შენ ამათ სახელებიო, მათი ჯიშის და მოდგმის მიხედვით. ხედავთ? მათი შინაარსი დაარქვის ძალიან საინტერესოა, აი ეს რომ მათი შინაარსისა და ჯიშის მიხედვით დაარქვიო სახელები. ძალიან საინტერესოა ეს, იმიტომ რომ სახელდების დღევანდელ ფორმულირებებში ხო ეს მომენტიც ჩადებული არის, რომ არ შეიძლება ქვეყანას დაარქვა ის, ვისაც რა მოუნდება. უნდა დაარქვა ის, რაც მისი შინაარსია რეალურად. ხო? ანდა ზოგადად მისი შინაარსი რაც არის და არა ის რომ ვიღაცას ცალკე კონკრეტული შინაარსები აქვს შეიძლება ის იყოს ერთი
სპეციალობის წარმოადგენელი იყოს, შეიძლება რომელიმე ერთი ეთნიკური ჯგუფის წარმოადგენელი იყოს, არა, მთლიანობაში რაც არის, ხომ? ობიექტი, სახელდების ობიექტი. იმას თავის სახელი უნდა დაარქვა და არა ის ვისაც რა მოუნდება იმას რომ არქმევ. ესეთი მომენტია იქა. სწორედ დაიბარა ადამი და ალბათ სავარაუდოდ ისეთი მოდგმებიც არსებობდნენ მაშინ ამაში არ დაგვეთანხმება, მაგრამ არსებობდნენ, რომლებსაც სული არ ქონდათ ჩაბერილი, ადამიანს ქონდა სული ჩაბერილი. მაგიტომაც ჰქონდა სახელდების მიცემის უფლება. ბატონო, ხო და სხვები რომ დაებარებინა ღმერთმა იცის ისინი როგორ დაუბრუნდნენ ამ უკვე კოსმოსს, შემდგარ კოსმოსს. ხო, ეს არის ისეთი საინტერესო მომენტი არის. მე კიდევ ასევე საინტერესო მომენტია, ჩვენთვის საინტერესო მომენტი არის ის, როდესაც წყარღუნა დასრულდა 100 ერგასის დღის შემდეგ და ნოეს კიდობანი მოადგა მთას, რომელიც ორთავიანი იყო მთა, უშბაც ორთავიანია. ხო და ანუ ორ-ორად ქვია იმთას. ხო და რა ქვია, გადმოვიდა ნოე კიდობნიდან და ბიბლიაში სიტყვით ესე წერია, რომ ნოე და ნოე კაცმან, ესეც საინტერესო რომ კაცია, კაცი ქვია ნოეს. ნოე კაცმან იწყო მიწის მუშაკობად და დაასხა ვენახი და დაასხა ვენახი. ესე იწყება, ესე იგი, ნოეს შემდგომი ადამიანის თაობა, ხო? აი სახელებია, ესე იგი, ვენახის დასხმა, ესეც რას ნიშნავს ვენახის დასხმა, ხო? მიწის მუშაკობა რას ნიშნავს, ხო? და ნოეს რომ კაცი ქვია, ესე სამივე სახელებია. ძალიან საინტერესოა ყველაფერი ეს. ესე იგი, ილიამ დაწერა კაცია ადამიანი. და ზოგჯერ კითხვას ესე დასვამენ, კაცი ადამიანია? ესე არ დაუსვია ილიას კითხვა და ილია არ გულისხმობს ამ სათაურში, რომ ადამიანი კაცობაზე მეტია. უფრო სწორია, ეს ადამიანი კი არის, ეს ლუარსაბი, მაგრამ კაცია ლუარსაბიო, ამაც კითხულობს. ჩვენთან ეს გაგებები ახლა არეულია თუ დააკვირდებით. სინამდვილეში ესეა. ნოეს კაცი უწოდა ბიბლიის ავტორმა, ხო? ხო და ამ შემთხვევაში კარგით. და კაცი იყო კიდე ვინ? კაცი იყო ადამი, კაცი იყო ევა, კიდევ ერთი თითოეულას ჰქონდა ეს სახელები. ესე იგი, ქრისტე არის კაცი, შვილი, დედამიწას. ხომ? ადამის კაცი იყო, ნოე კიდევ რაღაც მელქისედეკი მახსოვს, ახლა ყველაფერს ხო ვერ გავიხსენებ, მაგრამ არც ვიცი ხომ ყველაფერი. მაგრამ აი სწორედ ეს არის კაცი და კაცი ამას გარდა არის ის, ვინც პირველი თავის ბოლოში შესაქმის, პირველი თავის ბოლოში წერია, თითქმის ბოლოში წერია, რომ ღმერთმა შექმნა სახება კაცისა მათი შესაბამისად. ეს მათი მრავლობითი, ზრდილობიანი მათი არ არის, მრავლობით ღმერთი მრავლობითია. მათი სახების მსგავსად შექმნა კაცის სახე. აქ სახე არის, კაცის სახე არის მომავალი, რაც ადამიანი იყო, იმის დიზაინი. სუფთა დიზაინი, ანუ პროექტია. და ამ პროექტს, ესე იგი, არარეალიზებულ პროექტს იქ დაარქვა კაცი. თან ერთ საქმედ კი არ შეუქმნია პირველი თავის ბოლოში, არამედ სახედ, არამედ ორად. ორ ეგზემპლარად შექმნა. ერთი იყო შექმნა სახება კაცისა, მამაკაცად და დედაკაცად. ორივე წინასწარში ჩაფიქრებული იყო და არა ის, რომ შეეშალა ადამიანს იქ ურთიერთობებში და მერე ღმერთს თხოვა ერთი თუ შეიძლება მეგობარი მომეციო. მერე თხოვა ღმერთს, მაგრამ მანამდე ისიც ცნობილია ებრაულ ბიბლიაში, რომ შეეშალა. ხო, ადამიანს. აი ესე იგი, კაცს ესეთი მნიშვნელობა აქვს და ბიბლიაში ნოეს ქვია კაცი. ეხლა კაცი რატო ქვია? იმიტომ რომ იწყო ესე იგი მიწის მუშაკობად. ძველ ვარიანტში ესე იქ დაასხა ვენახი და დაიწყო მიწაზე მუშაობა, ხო?
მიწის მუშაკობა ეს იგივეა რაც შესაქმე ქვეყნისა. საქმედ იწყო საქმედ ქვეყანისა. ეს არის და პირველ წიგნს ქვია შესაქმე, დაბადება. ანუ შესაქმე საქმის კეთებაა და ნოე რომ გადმოვიდა კიდობანიდან რა საქმეს აკეთებდა? აკეთებდა იმას, რომ ქვეყანა უნდა აშენებულიყო და ქვეყნის აშენებლად როგორი უნდა ყოფილიყო ეს ქვეყანა? აი ამის შინაარსად დაასხა ვენახი, ანუ დაარგო ვენახი თანამედროვე. ხომ, აი ეს სამი საოცარი მომენტია. აი ამ ჩვენთვის ძალიან კარგი და საინტერესო მომენტია, რომ ნოე არის კაცი და რომ ნოე ეს კაცი არის მიწად მოქმედი კი არა, ქვეყნის შემოქმედია. საქმედ იწყო საქმედ ქვეყანისა, ესე იგი მიწის მუშაკობად კი არა, იწყო ქვეყნის საქმე. კეთება დაიწყო, ხო? ო, და რა მოდელის მიხედვით, აი ვენახი რომ დაასხა იმ მოდელის მიხედვით, საინტერესო. და ამისი ბერძნული ვარიანტი, ხომ? არქანჯელო ლამბერტი რომ ყავთ საქებად, ნამდვილად საქებარი ადამიანია, იმიტომ რომ თავის წიგნში სამეგრელო ესეა რომ არის გამოსული, იმ წიგნში წერია ალბათ ამ ქვეყანას იმიტომ ქვია გეორგია, სამეგრელოზე ლაპარაკი, რომ და მოყავს სიტყვები ნოეს ანთროპოს გეორგიოს. აი ამიტომ ქვია გეორგია სამეგრელოსაც. რა თქმა უნდა, სამეგრელო და მხოლოდ სოფლიო პოლიტიკასაც იმიტომ ქვია გეოპოლიტიკა, რომ პოლიტიკის ჭიპი არის საქართველო. ამას უკვე მე ვიძახი. ალბათ. ხო, მოკლედ აი ესეთი ბერძნულადაც ესე იგი ნოე ანთროპოს კაცი, ხო, გეორგიოს. ხო, ძალიან საინტერესო. ეს არის აი სახელდების სამი ვარიანტი გვაქვს ამ ერთ წინადადებაში, ხო? რა თქმა უნდა, საინტერესო. ეს იყო ბიბლია. ნუ ალბათ კიდე იქნებოდა ესეთი მომენტები, გარდა იმისა, რომ პირველ დღეს ცხოველებს სახელი დაარქვა, გარდა იმისა და წარღვნის მერე რომ ნოე გადმოვიდა მიწაზე და ის გააკეთა, რაც შედიოდა ღმერთის დიზაინში, ესე ვთქვათ, ხო, თუ ან ღმერთის პროექტში, ხო, აი მაგის პროექტის გაკეთება. რეალიზება. ხო. ეს არის, ნუ მითია, მე მგონი, უფრო მითოლოგია და რელიგია, რა თქმა უნდა, არის. ეხლა ცოტა აქეთ გადმოვიდეთ ახალ დროს და ეს ახალი დრო ჩემთვის ყოველთვის იყო ეს პრობლემა, სახელებს ყოველთვის ყველაფერს არქმევდნენ, რა თქმა უნდა, ანტიკურ ხანაშიც და შემდგომ ხანაშიც. და სახელდების პრობლემაც საინტერესო იყო. 100 წლის წინ ესე იგი ძალიან გავრცელებული იყო ანალიტიკური თეორია, ესეთი თუ ფილოსოფია იყო, ანალიზური ფილოსოფია, ბერტრან რასელი ყველგან ვიცი და ასე შემდეგ. ისინი ესე იგი ანალიზს უკეთებდნენ დაკვირვების ობიექტს, ანუ ანალიზის გაკეთება რას ნიშნავს? ანაწევრებდნენ ნაწილ-ნაწილ და იმის მიხედვით უკეთებდნენ ანალიზს. სწავლიდნენ, ხო, იმის მიხედვით სწავლდნენ. და ეს იყო ესე იგი ყოველგვარი აი მოდალობის გარეშე. ასე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ესეა, მაგალითად, ქართულ გრამატიკაში გვაქვს ჩვენ კავშირებითი წყვილები გვაქვს. თუ გახსოვთ, აწყო კავშირებითი, აწყო ხოლმეობითი, აი ეს აწყო კავშირებითი, მომავლის კავშირებითი, წარსულის კავშირებითი, აი ეს დროები, რომელიც უითურმა ყოფილა და მე არაფერი არ ვიცოდი, ეს მესამე სერია რომ არის, ხო? ეგ ყველანი მოდალურებია. ხო და ის კიდე დამჯდარი აზრი იყო, რომ მოკლედ აი ერთი მნიშვნელობა აქვს სიტყვას, ხო და ამ სიტყვის მნიშვნელობა შედგება ამისაგან. ხომ, თუ მაგალითად არ დაემთხვეოდა, ხომ, ეს ჩამონათვალი ამ სიტყვის მნიშვნელობაში შინაარსში არ შედიოდა, მაშინ ის შეიძლება და არც ყოფილიყო მისი ობიექტის მატარებელი სახელი. ესე იგი, სიტყვა არ შეიძლება და არ ყოფილიყო, თუ არ დაემთხვეოდა დესკრიფცია, აღწერა
ობიექტის აღწერა თუ არ დაემთხვეოდა სიტყვის სახელს, მაშინ შეიძლება ეს სიტყვის სახელი შეუფერებელიც იყო ამისათვის. ესე იყო ანალიზი მოდალობის გარეშე და აი დაახლოებით შუა ხანებში შემოვიდა ანუ აი ეს ანალიზი კიდე ფაქტიურად ფიზიკას სწავლობდა, ესე რომ ვთქვათ. ჩვენ ფიზიკას მარტო ბუნების მხრივ კი არა, აი რაც გარშემო აღწერას ექვემდებარებოდა, აი იმ აღწერის მიხედვით ყველაფერს მსჯელობდნენ. აქვს ფიზიკა და ფიზიკის კანონები. და აი ეს კავშირებითი ტონი, ხო, ანუ მოდალური ტონი. ხო, იმას ინგლისურად modal verbები ქვიათ, იმ მოდალურ ზმნებს, რომელიც დაშვებას აკეთებს, ხო? ეს დაშვებები და მოდალობები არ იყო და აი ფილოსოფიაში ეს საწინააღმდეგოდ ანალიზური ფილოსოფიისა შემოვიდა ეს ცნება, მოდალობის ცნება და უწოდეს მაგას ჭეშმარიტებითი მოდალობა. ალეტიკური მოდალობა, ალეთოლოგია ჭეშმარიტებას შეისწავლის. ხო და ესე იგი აი საჭეშმარიტო მოდალობა, ხო, აი დაშვებები ალბათ. შემოვიდა ესა და ამის მიხედვით ესე იგი გაგრძელება, უარყოფა გაგრძელება მიიღო ამ 20-იანი წლების ფილოსოფია. ავტორი ამ წიგნისა, რომელიც ამას ეხებოდა, არის კრიპკე, ამერიკელი გერმანელი. გერმანული წარმოშობა, რა თქმა უნდა, საულ კრიპკე ამერიკაში ლექციები წაიკითხა და მოკლედ ეს სფერო, ეს სივრცე ფილოსოფიაში მაგისი დომინანტობა იყო მას შემდეგ. ანუ შემოიტანა მოდალობა, შემოიტანა იმ აღწერის გარდა. რომ აღწერას მარტო დესკრიფცია აღწერა კი არა, არამედ მოდალური ვარიანტები შემოიტანა, რომელიც ნიშნავდა იმას, რომ ესე იგი არა მხოლოდ რაღაცეების კომპლექტი, არამედ განზოგადებული შინაარსი აქვს სიტყვას, სახელს განზოგადებული შინაარსი აქვს და თუ მაგალითად აღმოჩნდა, რომ ოქრო ის არ არის, რაც მაგალითად შემადგენლობით თუ და ასე შემდეგ, როგორც არ არის ის, რაც მაგალითად 1000 ან 5000 წლის წინ ეგონათ, ხო? ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ არ დაემთხვა იმ აღწერას, ხო? ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალი შეხედულების მიხედვით ოქრო არ არის, სულაც არ ნიშნავს. აი ეს არის სწორედ ეს მოდალური ის, რომ უფრო ზოგადი განმარტება აქვს შინაარსს, ვიდრე დესკრიპტული. ძალიან საინტერესოა ეს ჩვენთვის. მერე კიდე ორი მომენტი იყო ალბათ. ერთი ის, რომ ესე იგი შინაგანი მდგომარეობა განსაზღვრავდა სახელდებას, ხომ? ანუ რასაც შიგნიდან გრძნობდა კაცი, ის განსაზღვრავდა სახელდებას. ჩვენ ახლა უზნაძეს მიუბრუნდეთ, რომელიც ამბობს, რომ პირველი ენა, ხომ? სწორედ ესეთი იყო. ანუ ემოციურ დამოკიდებულებას, რაც შენ შიგნით იყო, აი იმ ემოციურ დამოკიდებულებას გამოხატავდა შენს რო დაინახავდი და ფუას რო იტყოს. კი ბატონო, მაგას გulis, რომ ეს ამონათქვამი გამოხატავდა შენს საკუთარ შინაგან იმას. ბატონი კარლოს ელემენტური თეორია ეგრევე. ხო. ამას ესეც თვლიდნენ დაახლოებით აი ეს ანალიტიკოსები როიყვნენ. ხო, მაგრამ კრიპკე მაგაც შეიტანა ის, რომ ესე იგი უფრო შეიტანა ის არა შინაგანი მომენტი, არამედ გარეგანი მომენტი, რომ გარეგანი მომენტები განსაზღვრავენ სწორედ იმას, როგორ იქნება შენი აღმოჩნდა. ანუ როცა ენა ემოციურ დონეზე ფუნქციონირებდა, მაშინ მართლა შინაგანი, ანუ ინტენსიური იყო, ხო? მაგრამ რეალურად ექსტენსიური იყო. ეს შეიძლება, რა ვიცი, ახლა მარქსსაც შეიძლება დაუკავშიროთ, იმიტომ რომ გარეთ რაც არის, ის განსაზღვრავს ჩვენი შინაგან მდგომარეობას დაახლოებით, ესე შეიძლება ვთქვათ. აი ესეც საინტერესო მომენტია.
ესე იგი, შენ რაც გგონია, შენ გგონია რომ შენ გგონია, მაგრამ სინამდვილეში შენ რომ გგონია, იმითი შენი რაც შენ გგონია, იმითი არ არის განსაზღვრული. განსაზღვრულია სხვა რაღაცით. გარეგანი რაღაცით არის განსაზღვრული. ძალიან საინტერესოა ეს. მაგრამ ეს ორივე ერთმანეთზე ზემოქმედებს. რა თქმა უნდა. კი. ხო, ანუ აი ესეთ კავშირშია. მარტო ისე არ არის, რომ მარტო გარე წყვიტავს, ან მარტო შიგნითა შენი. ანუ აი ასეა ერთმანეთში ჩაფსკვნილი და ერთმანეთზე ზემოქმედებს და ერთმანეთის ცვლაც შეუძლია. უზნაძეს, ესე იგი, აი ამ ესე იგი, კირკეს, ესე კირკეს კი არა, კრიპკეს. კრიპკეს ეს წიგნი ამითი არის, აი მე იმას არ ვფრო, ახლა აქ მე ყველაფერი კარგად ვიცი, რაც არაფერი, უბრალოდ რაც ვიცი და რას და რას შორისაც კავშირი დავინახე, ხომ? იმაზე ვსაუბრობ, როცა კავშირი შეგიძლია დაინახო რაღაცას და რაღაცის შორის, ხომ? უკვე საინტერესოა. ხო და კავშირი, ჩემი კავშირი, აი ამ ჩვენ დღევანდელ ლაპარაკში არის ის, რომ ბიბლიაში რა იყო ამ საკითხთან დაკავშირებაში, მე-20 საუკუნის შუა წლების და ბოლოსკენ მე-20 საუკუნეში იყო ჩუმი რევოლუცია. უხეშად 75-დან 1975-დან საუკუნის ბოლომდე. ჩვენი 90-იანი წლები აი ამ შიგნით ხდება. არ არის ეს ჯერ პოსტმოდერნი მთლად არ არის ეს ჯერ. ხო და ესე იგი აი ამის წინ ჩუმი რევოლუციის დაწყების წინ იყო ის, რასაც ახლა ყვებით ჩვენ, რომ ანალიზს დაემატა აი მოდალური მომენტები, რომ უფრო ფართედ უნდა შევხედოთ შინაარს და არა ისე დესკრიპტულად და გამოკვეთილად, ხომ, როგორც დაუშვათ ქონდათ 20-იან წლებში, ხომ? და დიმიტრი უზნაძე, ხომ, ევროპული განათლების ფსიქოლოგი არის, იყო, რომელმაც აი იმის საფუძველზე შექმნა თავისი უზარმაზარი სკოლა, რომელსაც დღეს მე მგონი არასათანადოდ აფასებენ ფსიქოლოგებიც, სოციოლოგებიც და პოლიტიკოსებიც. ძალიან საინტერესო, ამ უზნაძეს აქვს სახელდების შესახებ ფსიქოლოგიური ასპექტები შესახებ წიგნი. იქ ძალიან კარგი რაღაცები ვნახე, რომ თურმე ძალიან საინტერესოა არა მხოლოდ იმ ხრივ, რომ მექანიზმს ხსნის, არამედ იმ ხრივ, რომ აი ამ ფსიქოლოგიური მის მიერ ჩატარებული ფსიქოლოგიური ცდების მაგალითზე შეიძლება სოციოლოგიური გამოკვლევა ჩაატარო, შეიძლება. და იქ რა გრადაციასაც იძლევა როგორები და როგორები არიან ის პიროვნებები, რომლებიც იჯერებენ, რომ აი ესეა, რომ ამ ობიექტს, სახელდების ობიექტს, ეს სახელი უნდა ერქვას, ან რომლებიც იჯერებენ, რომ ამ სახელის ქვეშ აი ეს შინაარსია, რომელიც მე მგონია და არ შეიძლება რომ სხვა შინაარსი იყოს. ხო და აი ამ რაღაცებში და ამ ნიშნის მიხედვით გრადაცია გაუკეთა სახელმდებლებს, ადამიანებს. ეგეც ძალიან საინტერესოა და მართალი რომ გითხრათ, იქ დავინახე, რომ სოციოლოგიასაც შეუძლია არსებული მასალის, მედიური მასალის ანალიზის საფუძველზე აი ამ გრადაციის, ხომ, გრადაციის ჩამონათვალში მოათავსოს ისინი, ვინც ამბობენ, რომ ამ ობიექტს ეს სახელი ქვია და არავით არის სხვა სახელი. რატომ ამბობენ ამას? რატომ გჯერათ, რატომ გონიათ, რომ მხოლოდ მის მიერი შეფასებაა, კონკრეტული შეფასებაა მართალი და სხვა არ არის მართალი. ხო, საბჭოთა კავშირი დასავლეთს არ უნდოდა მაშინ 90-იანებში, 20-იანებში უნდოდა. ხო? ქართველებს არ უნდოდათ, არც საბჭოთა რესპუბლიკებს არ უნდოდათ მაშინ, მაგრამ დასავლეთის რაღაც ნაწილსაც არ უნდოდა, ინგლისს მაგალითად არ უნდოდა, მაგრამ ვერ იმასქნა, ვერ გაუწია ამ პროცესს წინააღმდეგობა. რა თქმა უნდა, ყველას მასე ქართველების რაღაც ნაწილსაც არ უნდა. ხო?
და ეს აღინიშნა ბატონო გორბაჩოვი ბატრი, როგორც ეს მოვილაპარაკეთ, აღინიშნა კი ბატონო გორბაჩოვის მიერ მოტანილი სახელით, რომელსაც პერესტროიკა ერქვა, ქართულად გარდაქმნა, ესე დაარქვეს ქართულად და ინგლისურ გარდაცვალება ო, კარგი ხო, იქნება. პერესტროიკა, ნუ პერესტროიკა გადაწყობაა, იგივე აწყობაა, სტროი აწყობაა, ხო, მაგრამ პერესტროიკა არის გადაწყობა. ხო და გარდაქმნა ესე, ანუ რას არსებულია იმის გარდაქმნა. ხო და ინგლისურად და სხვა სიტყვა ერქვა, მაშინ ძალიან კარგად მახსოვს. მაინტერესებდა, რა ქვია, რა რესტრაქჩერინგ ერქვა, ანუ რესტრუქტურიზაცია. ერქვა გარდაქმნას, ხო? არაფერი ახალის არაფრის შემოტან, ხო? მაგრამ როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მერე გამოჩნდა არა რესტრუქტურაცია, ანუ პერესტროიკა, არამედ ტრანსფორმაცია. ტრანსფორმაცია უკვე გადასვლა. ფაქტურად, ნუ ტრანსფორმაცია, ანუ სხვანაირი ფორმას, ფორმაციის, ხო, შეიძლება ფორმაც შეიცვალოს. ხო, სხვანაირი ყალიბი უნდა მოირგო და არა იმის გადაკეთება. ხო და ესეც გრძელდებოდა დაახლოებით 90 წლების შუიდან, ხო? ნუ შეიძლება 90 წლების დასაწყისიდან, როდესაც უკვე დამყარდა ეს სიტყვა ცნება ტრანსფორმაცია და ერთი 15 წელი ნამდვილად გაძლო ამ სიტყვამ და დღემდე ეს სიტყვა იხმარება და მოიხსენიება, მაგრამ ამ სიტყვის პარალელურად სხვა სახელი დაარქვეს მიმდინარე მოვლენებს და მიმდინარე რეალობას და ეს რეალობა არის ტრანზიცია. აი იმ ტრანზიცია ტრანსფორმაციით რაც ხო, ჩამოყალიბდა, იმანაც არ ივარგა და არ იმუშავა წესიერად და ახლა ისევ კი, საბოლოოდ მაგრამ რეალურად უნდა მოხდეს გარდაცვალება, ყველაზე ხო, შესატყვისი ეს ქართული სიტყვა, ის უნდა დასრულდეს საერთოდ მთლიანად რაც იყო და სრულიად ცვლილად უნდა დაიბადოს თავიდან. აი, გარდაცვალება არის სწორედ გადასვლა, ან შეიძლება მეტამორფოზა. ესეც ხო. გარდაცვალება, იმიტომ რომ რაც იყავი ის რაღაც სხვა ხარ, მაგრამ შენ ხარ, მაგრამ სხვა ხარ. და ეს ტრანზიცია ის არის. ადამიანები კი ადამიანებად, ხო? მაგრამ ამავე დროს პოსტ ადამიანებიც ვართ უკვე და არაფერი ძალიან კატასტროფული და აღმაშფოთებელი იმაში არ არის, რომ ადამი, რომელიც დაიბადა ამ ადამიანს, რომელიც დაიბადა, გააჩინა თუ გააკეთეს თუ როგორც არის, ხო? რახან აქვს დაბადების აღმოცენების ასაკი 6000 წლის წინ, სადღაც უნდა შეიცვალოს და ტრანსფორმაცია უნდა დაემართოს. ბოდიშით. ამას გარდა მთელი ამ წლების საუკუნეების 1000 წლების განმავლობაში ესეთი გადასვლები ხო იყო, რა თქმა უნდა. როცა ცეცხლი მოიგონეს, როცა ბორბალი მოიგონეს, ასე ვთქვათ, ცეცხლი იყო მაგათოდაც, მაგრამ მოიგონეს. ბორბალიც იყო რაღაცები ტრიალებდა, მაგრამ ამერიკელმა ინდოელებმა ვერ ინდიელებმა ვერ მოიგონეს ეს ბორბალი და სადღაც აქ ევრაზიაში მოიგონეს ბატონო. ხო? ისიც ის იყო, გადასვლა იყო. და ეხლაც ესეთი გადასვლის მდგომარეობაში ვართ, მაგრამ მატერიალისტური თუ მატერიალური წარმოების, შექმნის, გაკეთების ნაცვლად პირველი არის ინფორმაცია არის პირველი დღეს, რომ ინფორმაციის გნადობა ხდება და ანუ სახელდება ფაქტიურად ინფორმაციას კი მოიტანთ, მაგრამ ამ ინფორმაციას რაც მოაქვს, იმას სახელი უნდა დაარქვა. ხო და იგივეა, ყველას უნდა ალბათ რა მით უმეტეს დემოკრატიის პირობებში, ჭალებში ამ შემთხვევაში დემოკრატიას, ყველას თავის სახელის დარქმევა უნდა და არ უნდა იმ ზოგადის დანახვა, რომელიც ახასიათებს ამ ეპოქას. აი ეს ზოგადი რაც იცვლება, რა, ეს არის გადასვლა. ასე უნდა რატო ირაკლი ბუკიას რომ საქართველოს სამეგრელო დაარქვეს. და გონია რომ მისი დრო მოდის. ავოს, რუსულად მაგას ქვია ავოს. ხო და ქართულად ჰარი-ჰარალე ქვია მაგას. რა ვიცი. ნუ ჰარი-ჰარალე იმედია იმათ არ უფრო ავოსი აქვთ და
მე მგონი უბრალოდ დიდი უმრავლესობა რეალურად უყურებს მაგ საკითხს და ესმით რა არის, რომ ფაქტიურად აი ეს ეთნიკური დამოკიდებულება მთელის მიმართ არ არის რაც სწორი ნამდვილად. და მთელები რომ ვართ, ამას დიდი უმრავლესობა საქართველოს მოსახლეობისა ეგ რუსთაველზე ამტკიცებს და ასე შემდეგ. არა მხოლოდ რუსთაველზე. ფაქტიურად ის არის. არა ვართ ესე იგი იმ სტალინის შთამომავლები, ხო? და რომლებაც მატარებლები, დაგუყო. რომლებმაც ჯერ დაგვიწყო და მე კიდე რომელიც რუსული იყო თავიდან ბოლომდე. სტალინიზმი რუსული მოვლენა იყო. ხო, აი, ასე მოვედით ამ ჩვენ იქამდე კრიპკეს მერე დიმიტრი უზნაძემდე, რომელსაც აქვს ეს შესწავლილი და მისი ასეთი დამოკიდებულება და აქცენტირება სახელდებისა არანაკლებია მე მგონი იმაზე, რაც მან გააკეთა, როდესაც განწყობის თეორიას აყალი ქმნით. განწყობის ბატონბატი, თეორია ეს ნოუთბუქი ცოტა შორს რო გაიწიოთ, თქვენგან იქნებ მაგან უშველოს 1-20 სანტიმეტრით რო შორს გაიწიოთ. ხო, მაგრამ რა ვიცი. აი ესე მაშინ აი დავყავ. ასე, ხო, აი. და ახლა შემიძლია თავის დავხავ. კი, აი, მივაღწიეთ იდეალურ მდგომარეობას. კარგით, კი ბატონო. რა ვიცი, მოკლედ, აი ალბათ ამის თქმა შეიძლებოდა და შეიძლება ამითი დავამთავროთ. და რაც შეეხება იმას, არა, ამითი დავამთავროთ, სულ არა, ეს მონაკვეთი დავამთავროთ ამითი, რაც დაუშვათ წინარე გააზრებებს შეეხება, ხომ? და ახლა კიდე რაც გვაქვს ჩვენ, ეს რამდენად ჩდება აი ამ სახელდების თეორიის მოდალური მეტაფიზიკის შემოbrunების აი მოდალური ასპექტის ფარგლებში რამდენად ჩდება ეს არის. როდესაც საუბარი ჰქონდათ პერესტროიკაზე, გორბაჩოვმა იცოდა რაც იგულისხმებოდა ამ პერესტროიკაში, რაც უნდოდა, სურდა მას. ეს რა თქმა უნდა იცოდა, მაგრამ ალბათ ეს იყო რბილი კაცი იყო იმ გაგებით, რა სურდა გორბაჩოვს? ანუ მოსკოვია სურდა, ანუ რუსეთის რეალურ ზომამდე დაყვანა სურდა? ხო. რუსეთის არა, უფრო სოციალიზმის შენარჩუნა საბჭოთა სოციალიზმის ფარგლებში. აი ეს და არა სკანდინავიური სოციალიზმის ფარგლებში. არა ნოე ჟორდანიას სოციალიზმის ფარგლებში, არამედ საბჭოთა სოციალიზმის ფარგლებში შედა. მარქსიზმ, ლენინიზმის ფარგლებში სურდა. ოღონდ შეიძლება მარქსის და ლენინის გარეშე. პერესტროიკა, ანუ რაში მდგომარეობდა მაშინ პერესტროიკა? თუ დაშლა არ უნდოდა რუსეთის, მაშინ პერესტროიკა რაში მდგომარეობდა? ერთი შეფასება ესეთი ჰქონდა იმ დროს, რომ ეს არის ციხიდან სასახლის აშენება. ჭურმას მაგივრად უნდა აეშენებინა ნორმალური ქვეყანა. რუსული ციხს ავაშენებდა ნორმალურ ქვეყანას. და რომ არ გამოვა ეს რუსებმაც კარგად იცოდნენ, ამიტომ თვითონ რუსეთის შიგნითაც ჰქონდათ ესეთი დაპირისპირება, როგორიც არის მაშინდელი ლოზუნგი მათი პერესტროიკა, ტრებუით პერესტროიკი. ანუ თვითონ პერესტროიკა მოითხოვს გარდაქმნას. ხო, და ეს გარდაქმნა მერე მოვიდა ტრანსფორმაციის სახით. ტრანსფორმაციაც მისაღები იყო დასავლური პოზიტიური წრეებისათვის, საბჭოთა პროგრესული ნაწილისათვის, პერესტროიკა მისაღები იყო საბჭოთა ინტელიგენციისთვისაც კი, ხო? ქართველობის საბჭოთა კავშირი უნდათ უბრალოდ უკეთე, ანუ დავარცხნითო. ხო, ადამიანისთვის რომ უკეთესი იქნებოდა, აი ახლა რომ ადამიანისთვის უკეთესი ცხოვრება აქვს, ისეთი ალბათ, რომ თვითონ ეჭამეთ. კი, ეგეც საინტერესოა. იმიტომ რომ გორბაჩოვიც ისეთი
მეურნე მჭამელი იყო, როგორი მეურნე მჭამელის წითელი დირექტორების ბევრი ყავდა საქართველოში. თვითონაც იმ ტიპის ადამიანი იყო, მეწარმე კომუნისტი იყო თვითონაც. ლუკაშენკოა მეწარმე კომუნისტი და ლუკაშენკო კი ბატონო თავისი ბუნებით არა და ივანიშვილი რა არის ვერ ნამდვილად არ არის ესა ხო. ყველაფრის რაღაცა ჩინური მახინჯი რაღაცა ასლი და ასლიც არ არის ბოლომდე. კი. რაც ყაველაშვილია ის ივანიშვილია მე თუ მკითხო. რა ვიცი. და ახლა ხო აი ამ ხას გავაგრძელებ. პერესტროიკა პრინციპში ზოგს აწყობდა უკვე საკმარისი იყო გაკეთილშობილება ციხისა ამაზე თანხმდებოდი, მაგრამ სხვებს ესმოდა და ვერს ესმოდა რომ ეს არ გამოვიდოდა სულ ცოტა, ამიტომ ჩვენ ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ ფაქტიურად უარყო ეს, ხო? და რუსეთშიც შიგნით იყო აი ესეთი რომ პერესტროიკა კი არა, პერესტროიკა უნდა მოხდეს ამბობდნენ. ნუ რამდენად გამოვიდა ეს რუს ხალხს მაგაზე ალბათ ვერ გამოვიდა, იმიტომ რომ იქ სხვა რაღაცა მოხდა, იქ მოხდა ის რომ 100 წლის წინანდელი ამეშჩიკები შეცვალეს აი ამ აპარატჩიკები. რუს ხალხს როდისმე თუ გამოუვა რუსობაზე უარი ის თქმა შეიძლება მათგან რამე დადგეს, მაგრამ ეგ ძალიან რთულია რუსობაზე რუსმა უარი თქვას. ხო, ეთქობა ესეა. კი. ამბობდათ რაღაც ვიდეოებიც ვნახე, ისეთი რაც ადრე არ მენახა. და მათ შორის ერთი იყო თედო ჯაფარიძე იცით ალბათ. გამსახურდიას დროს და შევარდნაძის დროს იყო თუ არა მინისტრი არ ვიცი, გამსახურდიას დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მერე შევარდნაძის დროს ნამდვილად იყო ელჩი ამერიკაში. მიშას მოსვლის დროს ფაქტიურად მხარი დაუჭირა მიშას, მაგრამ ერთი პერიოდი მიშას დროსაც იყო მე მგონი, მაგრამ მერე ნუ აი ეს მაინც შევარდნაძის წარმომადგენელი იყო და ალბათ ნუ მოკლედ მერე წავიდა პენსიაში სავით დაახლოებით. თრად პენსიაში არ წასულა. და მას ჰქონდა თურმე ინტერვიუ, რომელიც ადრინდელია, მაგრამ მე ახლა ამომიგდო ინტერნეტმა. ხო და უყურე და იქ ამბობს, რომ ესე იგი ჩემთან ერთადო ასპირანტურის მერე რომ მუშაობდა ამერიკისა და კანადის ინსტიტუტში, ხო, იქიდან მე მეგობრები შემოგჩაურეთ. რა თქმა უნდა, რუსი მეგობრები განათლებული, საოცრად განათლებული ხალხიო. ყველაფერი არბატოვის ინსტიტუტი ერქვა ეს. და რა ქვია, კარგი ხალხიო, ჭკვიანი ხალხიო, მაგრამ როდესაც ჩემი ინტერვიუ დაბეჭდაო ნიზავის იმაე გაზეტამ და აი ამ დაბეჭდილ ინტერვიუს გაუკეთა ესეთი სათაურიო ტანკები თუ ბანკები. ეს ეკონომიკა თუ ძალმომრევება, ხო? ესო არ მოეწონაო ერთ ჩემს აი ძალიან გადავსკვნილ მეგობარს. დამირეკაო და სულ ყილით მეუბნებოდა რა ტანკებზე და ბანკებზე ლაპარაკობთო, მხოლოდ ტანკებია. წარმოგიდგენიათ? აბა, და ეს რა დროს, ესე იგი 40 წლის წინ ალბათ იყო ეს ინტერვიუ, ცუცოთ. დღემდეც ესე ფიქრობენ, რა ვიცი. და ამავე ინტერვიუში გაჟღერდა კიდევ ერთი ტონი, რომელსაც ხშირად ხუმრობით ვიმეორებ ხოლმე, რომ რუსეთს უარი ეს ამ სიტყვებით არ არის ამ ინტერვიუში, მაგრამ გაჟღერდა როგორც ტონი. ესე იგი, რუსეთს ჯერ კიდევ არ უთქვამს უარი, რომ შექმნას ეფრატის კაზაკობა, ეფრატსკაი კაზაჩესკვა, ხო და ეფრატი და კაზაკობაც უკრაინას მოპარვა. სათავისო თვითონ ახლა გადმიმასკნა და ახლა კიდე ეფრატ. ხო, ეფრატსკაი კაზაჩესკვა, იმიტომ რომ მთელი ციმბირი კაზაკებმა დაუპყრეს.
რუსეთს. მერე კიდე საქართველოში და აფხაზეთში კერძოდ რომ ეს ამბები ხდებოდა, მაშინ კომუნისტები რომ იყვნენ აფხაზეთის ლიდერები, რომლებიც არც ფლად ისე რადიკალები იყვნენ, როგორიც მაგალითად აფსუები. ხო, ისინი ჩვეულებრივი პარტიული მუშაკები იყვნენ და შეიძლება არც უნდათ კაი ცხოვრობენ თვითონ. იმათ ჰქონდათ აფხაზკე კაზაჩისტი. და უფრო მეტი თბილისის კაზაკობაც არსებობდა მაშინ. ალბათ ახლაც არსებობს, არ ვიცი. თბილისელას ის ჰქონდა თავისი, რა ქვია, ქსივა ქვია იმას, საბუთი, სადაც ეწერათ, რომ კაზაკები არიან თბილისელი, აფხაზეთის კაზაკები არიან, ესე შემდეგ, საოცრად. ოდა ამაზე არ კავკასიელი რო კაზაკს დაირქმევს. ამაზე არ უთქვამთ უარ რუსებს. ოდა ეს იყო გაჟღერებული იქაც, რომ დავიშვათ რა გინდა თქვენ რომ აი იქაჩებით იქითკენ რა. რად გინდათ საქართველო ეუბნებიო. რად გინდათ, რისთვის გინდათ საქართველო ბოლო რა. ხო, რისთვის გინდათ. მხოლოდ იმისთვის რომ საქართველოს იქით გავიდნენ. მაგისთვის უნდათ, ხო? მეტი არ ის რომ სტარავოიტოვა ჩიოდა რომ საქართველოს და რუსეთის კონფლიქტი გამოწვეულია იმ საკითხის მიხედვით თუ სადგავა ნატოს საზღვრებს. ხო? აი ეს არის საქართველოს და რუსეთის დაპირისპირების ესე თვლიდა თვითონ. თორე საზღვარი თუ ჩრდილოეთ კავკასიონზე გავა, მაშინ ერთია და თუ თურქეთთან გავა, მაშინ გადასაწევია ეს საზღვარი კიდევ იქით. არ უთქვამს უარი. ესე რა ერქვა იმქას? ცარგრადი უნდათ. ანუ კონსტანტინოპოლი უნდათ ისე. ქვეცნობიერად და შინაგანად. მაგრამ ეს არის ერთი სურვილი, მეორე სურვილი კიდე ქონდა და ის მეორე სურვილსაც ასრულებენ და ეს ორი სურვილი პრინციპში მე მგონი ხელს უშლის. ალბათ, რა ვიცი. აი ესეთი საინტერესო ინტერვიუ იყო ესა. ჩემთვისაც მათ შორის, ხომ? და ეხლა ისევ იმ ხაზს გავაგრძელებ, რატომ იყო რომ პერესტროიკა გარკვეული ნაწილისთვის მისაღები იყო, დასავლეთისთვის მისაღები იყო პერესტროიკა, როგორც ხრუშჩოვი იყო დასავლეთისთვის ოწიპელი, ხო? ხო, ინგლისურად, ანუ ჭანჭყრობი ქართულად. მისაღები, ხო? ისე ეს პერესტროიკას და გორბაჩოვის და შევარდნაძეს და იაკოვლევის მესამე იყო, სამნი იყვნენ ისინიც. ეს მისაღები ალექსანდროვი თუ ალექსანდრე იაკოვლევი აქვს მქონი. პარტიული მუშაკი იყო, რომელიც ამერიკაშიც მუშაობდა. ხო და ეს ამათვის პერესტროიკას მისაღები იყო ეს. გარკვეული ხალხი, იმიტომ რომ ცვლილებისკენ მიდიოდა ეს პერესტროიკა. ხო, ესეც მისაღები იყო. ტრანსფორმაციაც მისაღები იყო, იმიტომ რომ ტრანსფორმაცია რა არის? ვართ ის რაც ვარ და რაღაცა ცოტა სიახლე უნდა შემოვიდეს ჩვენში. მაგრამ ისე აჩქარებით შეიცვალა რადიკალურად, ხო. ხო, ისე აჩქარებით შეიცვალა ეს ყველაფერი, რომ ყველა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგმა გაიფიქრა, რა ვიცი, სად მივდივართ. აქამდე ყველაფერი ჩანდა როგორია იქნება ჩვენი მომავალი, აგერ დასავლეთი ჩანდა, ვისაც დასავლეთი მოწონდა, ხო? კაი ცხოვრება ჩანდა, ვისაც, მაგრამ ეხლა თურმე გამიშთა, რომ კაი ცხოვრებისკენ კი არ მივდივართ. სხვა ცხოვრებისკენ მივდივართ, ანუ აი მართლა პოსტ ადამიანისკენ მივდივართ. ეს ჩანდა და აქ უკვე ბევრმა მაპატიეთ დაატორმუზა ესე ვიტყვი, იმიტომ რომ რაღაცა ბუნდოვანია რა. არის არ ჩანს იქ რა არის. და არა მხოლოდ რომ ბუნდოვანია, უნდა მოკვდე, ანუ შენ პირად გარდაქმნა უნდა დაგემართოს, ძველი მე უნდა მოგიკვდეს, ახალი მე უნდა დაგებადოს და ამ პროცესის გავლა ადამიანებს არ სიამოვნებს, ხშირად უწევთ ძალით, ანუ ცხოვრება ჩააყენებს ხოლმე ისეთ მდგომარეობაში, რომ გინდა თუ არა უნდა გარდაიქმნა, თორე თავისით რომ დაჯდეს ადამიანი და ახლა მე გადავიქმნებიო თქვას, ამას არ აკეთებს, ეს ძალიან მტკივნეული პროცესია. ამიტომ გასაგებია. ხო, ისე. ანუ ძალიან ბევრმა, რომელმაც ვარდების რევოლუციას მხარი დაუჭირა,
მათაც ის ეგონათ სავარაუდოდ, რომ ოდნავ დავივარცხნებით. ანუ ყველაფერი ისე დარჩებოდა, იგივე კორუფცია იქნებოდა, იგივე ძველბიჭობა იქნებოდა, მაგრამ შუქი გვექნებოდა. გაზი გვექნებოდა, ოღონდ განაჩენი არ უნდა შესრულიყო. მაგრამ მე რო დაინახეს, რომ შუქი და გაზი კი, მაგრამ ამან ის საერთოდ ყველაფერი შეცვალა და შენ უკვე ძველი ვერ იქნები, როგორც მანამდე იყავი, ეს უკვე ძალიან არ მოეწონათ, მე გაბრაზდნენ და მივიღეთ ის, რაც ახლა გვაქვს. აი ამ პოსტ ადამად აი რაც ახლა დღეს მაგალითად ერთის მხრივ ახლა დღეს რაც ხდება საქართველოში ამას ყველაფერს კრემლი აკეთებს მაგრამ აი ის რომ აქით მეღრელები აღზევდნენ იქით რომ ეს აბსუები უკვე 40 წელი აღზევებულები არიან და კიდე რაღაცეებს რო აღზევებს გარდა იმისა რომ ეს პროცესი ხელოვნურია და კრემლის მიერ არის შექმნილი კრემლი რო არ არსებობდეს და უბრალოდ რომ ასე ჩვენი ბუნებრივი განვითარებით და ბუნებრივი ევოლუციით რომ მოვსულიყავით იმ დრომდე რომ აი ადამიდან პოსტადამად უნდა გადავიქცეთ მანდაც გამოჩნდებოდა მაინც ესეთი ახა და იტყოდა ვიღაცა აი თუ აქამდე საქართველოს ხო გვექოდა ხო შენ და არ ქვისახელი ახა მოდი მე მომეცი დრო და მე რაც მინდა ის დავარქვათ ახა მოდი შენ რაც გინდა ის დავარქვა და ესე ვითომ რიგრიგობითო და რაღაცა მე ბავშვებს რო ვათამაშებ ასე ბაღში ხო ყველაფერს რიგრიგობით ვაკეთებინებ ხოლმე ზოგჯერ და დაახლოებით ესეთი რაღაცა შეიძლება ბუნებრივადაც მომხდარიყო ხო ეგეც არის ისტორიული ადამიანის ფარგლებში აი რასაც ახლა თუ დაკეთებენ და რაც უნდა ეს არის ისტორიული ადამიანის ფარგლებში აი რომ გამოვიდა ადამი 60-ში რომ აღარ შეუშვა ხო და ტყეში რო დარჩა ხო იმ ტყის დარჩენილი ადამიანის ფსიქოლოგიით არის ესა რა რომ მაგალითად არა მე ეხლა შენ თუ იყავი ეხლა მე 2000 წელი არ გეყოფოდო ის ესენი მეგრელები არ არიან ესენი არიან რამდენიმე მეგრელები ხო ეხლა მე მგონი მაგაშიც მოისუსტებენ და მოისუსტეს და ცოტა იმას რაღაც ექიდნურ რაღაცებს აკეთებენ რომ იმიტომ რომ რუსეთი სუსტდება და რუსეთი რაც უფრო მეტად დასუსტდება ესენიც ნელ-ნელა ჩაიფუშებიან ხო და უმრავლე ეხლა თქვენ აი რაც მაგალითად აი ქართული ნაციონალური თუ ქართული ეროვნული დემოკრატიული მიმართულება არის რომ სხვანაირი ცხოვრება უნდათ იქ მეგრელები ვინმეზე ნაკლებები არიან არავითარ შემთხვევაში იმდენივე არიან თანასწორობას თუ თავისად რამდენი სხვა ქართველები რა მაგრამ თითოეულა გამორჩეული რა თქმა უნდა რომლებსაც აღზდა მიაფინანსებს ხოლმე მტერი უცებ გამოჩნდება ხო დაფინანსება სერიოზული მომენტია და აი ეს არის რა ვიცი ახლა დღეს მაგალითად აი ესეთი ორჭოფული სიტუაცია ბევრისთვის არის იმიტომ რომ ეს არ დაკარგოს ის რაც იყო და ესე იგი რაღაც ტრადიციონალიზმის ცუდი გაგებით ტრადიციონალი ანუ რაც ტრადიცია არ არის იმის მოტანა რომ უნდა ცუდი გაგებით ტრადიცია არის ის რაც როცა იმ ტრადიციის მოტანა გინდა რომელიც სინამდვილეში ტრადიცია არ არის არა ბუნებრივი რაც არის შენ ხო რაღაცა ძალით ნერგავ ტრადიცია რეალურად არის ის რაც ადრე იყო და ახლაც ვარგა. რაც ბუნებრივად მოდის. კი ბატონო, ეს ხო. ტრადიციონალიზმი, როგორც ნებისმიერი ზმი, არის ის, რაც შენ გინდა, რომ ხელოვნური ჩარევით რაღაცა შექმნა ან პირიქით გააუქო. ახლა როცა იძახი რომ მე ნეოლითის კი არა, პალეოლითის წარმომადგენელი ვარ როგორც ერიო, ხო? როცა იძახი მაგას ну ტრადიციონალიზმი ახლა ეს მე არ ვიცი. ხო. თან მაგდროს აი ამ საკავშირებით ერთი კიდე აი ამ სახელდების იმასთან ერთი უზნაძეს აქვს ეს სხვათა შორის უზნაძე ამბობს რომ ესე იგი ენამდე აი დააკვირდით ენამდე იყო ვიდრე ენა წარმოიშობოდა ენამდე იყო ცნობიერების ჩამოყალიბების და მეტყველების ისტორია. ანუ მეტყველება გაყო ენისგან ამას და მეტყველებას ანუ ენამდეც არის ხო, მეტყველება ენამდეც არსებობდაო. ხო,
რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მეტყველება ხო, აი მე რო ჩინელს ველაპარაკები, არც მე ვიცი ჩინური, არც იმან ქართული. და მე რასაც ვამბობ, ის იგებს. ენით კი არ იგებს, ჩემი მეტყველებით იგებს. იმითი, რა თქმა უნდა, ესეა. ამიტომ მეტყველება, ხო, თითქოს ერთია ენა და მეტყველება, ხო, მაგრამ ენა მეტყველების ერთ-ერთი, ანუ მეტყველების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, ერთადერთი არა, ერთ-ერთი ინსტრუმენტია ლაპარაკი და ენა. ხო, და კიდევ ახლა მე ენა უფრო არა ვიდრე ლაპარაკი, ხო, ლაპარაკი ენა, იმიტომ რომ თვითონ მეტყველებას შეგიძლია ენა დაარქვას, სხეულის ენა, რაღაცა ემოციის ენა, გამომეტყველების ენა, მოძრაობის ეს ყველაფერი ενებია და მეტყველება არის ენის ერთ-ერთი სახეობა. როცა პროტო ენის აღდგენაზე საუბრობენ, ხომ? ყველას თითქოს ისე წარმოგვიდგენია, რომ რაღაცა ერთი ფორმის პროტოენა არსებობდა და მე ის პროტოენა დაიყო. გამოცალკევდნენ ამ პროტო-ინდოევროპული ენისგან რაღაცნაირად გამოჩნდა. ანდა პროტო-ქართული ქართველური ენისგან რაღაც არ შეიძლება ესე ყოფილიყო. იყო მონათესავე ენების მატარებელი ტომები, რომლებიც ლაპარაკობდნენ ერთი ზოგადად არსებული, არა კონკრეტულად აღწერილობის დონეზე არსებული, არამედ ზოგადად არსებული ერთნაირი მეტყველებები, რომლებსაც ერთი ენის საფუძველი აერთიანებდა. არ იყო ისე დაუშვათ, როგორც დღეს არის ინგლისური ენა, რომელიც ბევრი ადამიანის მეტყველებაში გადადის, ხომ? არ იყო ისე, როგორც დღეს არის ქართული მეტყველება გადასვი, არ იყო ასე ნეოლითის დროს. იქ იყო რაღაცა ჯგუფები, რომლებსაც ჰქონდათ მონათესაური ენობრივი კავშირები ერთმანეთთან. ეგ იყო და მით უმეტეს უდამწერლობა არის. ხომ? ესეა მე მგონი. და ახლა დღეს იმ სიტუაციის დაბრუნება გინდოდეს, მხოლოდ პრაგმატული მიზნით შეიძლება გამოიყენო. ეს აფიორა სინამდვილეში. მეტი არაფერი. აფიორა პოლიტიკური ქულების დასაწერი აფიორა. ხო, ანდა გამომშავების რა ვიცი. ანდა იმისა, აი ესე თუ მიუბრუნდებით ამ ეს დაახლოებით ისეთი რაღაც ახლა ისრაელში რაღაც პოლიტიკურ ჯგუფებმა, ანუ უახლოვდებათ არჩევნები და რაღაც პოლიტიკურმა ჯგუფმა წამოწია საკითხი, რომ დავაბრუნოთო სიკვდილით დასჯა. და დარწმუნებულია მთელი პოლიტიკური კლასი და მთელი ქვეყანა, რომ არანაირი სიკვდილის დასჯის დაბრუნება არ მოხდება რეალურად, მაგრამ მარტო იმიტომ, რომ ამაზე ლაპარაკობენ, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამაზე ლაპარაკობენ, ძალიან დიდ ქულას დაიწერენ და უფრო მეტ სკამს დაიკავებენ პარლამენტში. თვითონაც კი ესმით, რომ ამას მაინც ანუ იმისთვის არის ალაპარაკო, რომ შენ მოიქციო ყურადღება და რაღაცა თითქოს ვიღაცეების გაუნათლებელ ტვინებში ამით ანუ მათი პოლიტიკური ისენი გაიხადო შენი პოლიტიკური მიმდევრები. მიუხედავად იმისა, რომ გესმის, რომ ლაპარაკობ ისეთ რაღაცას, რაც არასდროს არ მოხდება და არც საჭიროა რომ მოხდეს. ესეთ რაღაც ახლა მეგრელობებზე რომ ლაპარაკობ, საერთოდ ეს რატო დაიწყეს ამათ მამაზე ლაპარაკი? იმიტომ რომ ნელ-ნელა აიო რო ჩამოყალიბდნენ რაღაცა პარტია. მე ის პარტია უნდა მოხდეს პარლამენტში. პარლამენტში რომ მოხდება, რა თქმა უნდა, გაჩუმდება საერთოდ და აღარ გააგრძელებს იმ დებილობებს ლაპარაკს, რითიც დაიწყო და რითიც საერთოდ ადამიანებს თავი გააცნო, მაგრამ მე ის ჩვეულებრივი რაც ან კორუფციისთვის გამოიყენებს იმ სკამს, ან რაღაცისთვის, ნუ სათავისოდ, მაგრამ იქ ხო იმით მოხდა, რომ მეგრელობა. აი და იგივე სურათი. ეს მომენტიც მე მგონი რომ პარტია ჩამოყალიბება უნდა და ამ პარტიაში მეგრელებს ეძახიან, რომლებიც ქართველ მეგრელებს ეძახიან. ხო, იმიტომ რომ საქართველოს შიგნით რაღაც პოლიტიკური პოზიციები დაიჭირონ მომგებიანი, მაგრამ მომგებიანი ვისთვის?
სამეგრელოსთვის და მეგრელებისთვის, ხო? და ეხლა რაღაცა გარკვეული ჯგუფის ადამიანი, რომლებიც რაღაცა სენტიმენტებზე დააჭირეს მათ გონებაში, ну, გაუნათლებელ გონებაში დააჭირეს ეხლა სენტიმენტებზე და ჩვენ კი ემოციებზე ააგდეს ხალხი და მაგ ემოციებით მერე მიიღეს ხმების რაღაცა გარკვეული რაოდენობა და 4 სკამი პარლამენტში. всё. ეგ არის მთავარი მიზანი. მთავარი მიზანია სკამი პარლამენტში. კი, ანუ პოლიტიკური ჯგუფი იქნება თუ ეთნიკური ხო. 300 წლის წინანდელი ტომობრივი ჯგუფი იქნება დაახლოებით ერთი რაღაცა. ისე ეხლა კიდევ ვამბობთ რომ აი მეგრელები, მაგრამ ის მეგრელები რეალურად 10 მეგრელია, რეალურად. დანარჩენები არ არიან ამით. მაგათ მეგრელს უნდა 10 სკამი პარლამენტში. ხო და აწიოკეს რა ვიცი. ინფორმაციულად, ну, ჯერ ხომ Facebook-ი აწიოკეს, რეალურად ანუ თვითონ სამეგრელოში რამდენად აწიოკებენ სიტუაციას არ ვიცი, ახლა რეალური მიმდევარი რამდენი ყავთ, მაგრამ აი Facebook-ი ხო გადაჯეგეს. თუ რუსეთს ჩაუვარდა სიტუაცია, რომ გაყოს საქართველოს დასავლეთ და საქართველოს სამხრეთ საქართველოს და თბილისის გუბერნიად, ხო? მაშინ გამოჩნდება შემსრულებელი. როგორც ну, ხო, აფხაზეთში ამათის, ხო, ეგა ხო. მაგრამ ეგ სიტუაცია უკვე რუსეთს არ ექნება, ამიტომ ეს საფრთხე საბოლოო ჯამში არ არსებობს. მაგრამ, ну, ჩვენ ამაზე მაინც ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერს უნდა დავაკვირდეთ და ყველაფერი უნდა იცოდეთ, სად რა მამაძაღლობა ხდება. თუ რუსეთი უარს იტყვის კაზაჩესკა ეფრატზე და ცარგრადზე, მაშინ შეიძლება. კი, ანუ ქმევინეს რუსეთს უკვე ეგერ რაღაც 10 დღის წინ სირიის ახალი მეთაური იყო პუტინთან იყო და 2 დღის წინ ტრამპთან. ახლა ტრამპის მერე უკვე პუტინთან რომ მეორედ აღარასდროს არჩავა და იქ პუტინთან რაც გამოივაჭრა იმაზე მეც უკვე იქიდან რომ ისცემენ და ეს რო გადაგდებული ყავს უკვე ეს გასაგებია. აი ესე ჩამოაცალეს რუსეთს ყველაფერი, რაც ეს 300 წელი აი ესე მუჭად ეჭირა ხელში. აი კიდევ რა მგონია იცით, გარდა ცუდი ბოროტების იმპერიის იმპერიული მიდრეკილებებისა, ხომ? რომელზეც ვიღაცები უარს ვერ ამბობენ და ეამაყებათ კიდეც. გარდა ამისა, წმინდა კლასობრივ ეკონომიკურ კლასობრივი ხასიათიც ჰქონდა იმას, რაც საბჭოთა კავშირში ხდებოდა ლენინის დღეებიდან დაწყებული. მგონია და რა ვქნა ახლა. კეთვით თუ შეიძლება. ეს არის ლენინის ძმა ალექსანდრესგან ალექსანდრეს სიკვდილი, როგორც ტერორისტის სიკვდილის დასჯის ამბავი. რის შემდეგაც რა უნდოდა ალექსანდრეს? ბურჟუაზიული რევოლუციის მოხდენა უნდოდა? არ ვიცით, ხო? მაგრამ ალბათ უნდოდა ან შურდა მეფის, ან რაღაცა, ანუ სამოქალაქო მდგომარეობას მისდიროდა, ანუ სოციალურ მდგომარეობას მისდიროდა საკუთარი თავისთვის, შეიძლება, მაგრამ მისი სიკვდილის დასჯის შემდეგ ლენინა თქვა, რა თქვა? ჩვენ სხვა გზით წავართ. ანუ ალექსანდრეს, აი მე რომ მგონია იმ მიზანზე უარი არ უთქვამს, მაგრამ სხვა გზით წავიდა. ხო, მერე მოახდინა ექსპროპრიაცია, უსამართლოდ მითვისებული იმის ექსპროპრიაცია. მარქსისტულ თეორიაში სხვანაირად არ შეეძლო გაეკეთებინა, მხოლოდ ეს საკუთრება აქცია სახალხო საკუთრება. მერე დადგა მომენტი ბატონო, როდესაც საერთო სახალხო საკუთრების ჯიბეებში გადალაგების დრო მოვიდა. ხომ? ზუსტად მაგას იძახდა, ახლა მამდამიმ რო გაიმარჯვა, ან ერთ-ერთში ზუსტად იმას ლაპარაკობდა, რასაც ლენინი ამბობდა 100 წლის წინ და ანუ ხო მწვერვალია ხო საერთოდ სოფლიო ეკონომიკის მწვერვალია ნიუ-იორკი და ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი იქ ცხოვრობს და აი ესეთი ქალაქი რო კომუნიზმს რო ტაშს უკრავს და კომუნიზმი რო უხარია და თანამას რო დემოკრატიას ან ჯერ კიდევ ჭამს ამას კაცობრიობა რომ ხო ვიღაცას რო წაართმევ ეს კარგია. ანუ ახალი არისტოკრატია ყალიბდება მათ შორის რა ქვია ყაველაშვილის სახით. მე მგონია რომ არ ჩამოყალიბდება აი ეს ანუ რასაც ახლა მიაღწიეს
ეს არის ყველაზე მათი აი მიღწევების პიკი, იმიტომ რომ უკვე ძალიან ბევრმა უარყო. ანუ 2 დღის წინ ვინც მამდამის მხარი მისცა, ჩვენგან განსხვავებით, ჩვენთან უფრო დიდი ხანი გაგრძელდა ეს ოცნებით მოხიბლული ადამიანები, ну, ზოგი ჯერ კიდე დღემდე არსებობს და იქ რაღაცნაირად უცებ დაიწყო. ახლა ძალიან ბევრმა უცებ მიხვდა, რომ რაღაცა დებილობაში ჩაყოფეხი. და ჩემი აზრით ვერ გაქაჩავს დიდი ხანი და რაღაცა მოხდება მანდ ისეთი, რომ ოცნებიდან წამოსული პირველი პარტია გაკოჭავენ. დღეს კი ამბობს უარს, ხო? მაგრამ იმ პირველ ოცნებისგან წამოსულ პირველ პარტიას საკმაოდ გრძელი ყოფნა ჰქონდა ოცნებაში. რა, ორი წლის თუ 3 წლის მერე დაიწყეს რაღაც წამოსვლები იქიდან პირველ პარტიაზე. კი, ანუ გრძელი ჩვენთან დიდი ხანი გაგრძელდა მოხიბლულობის პროცესი. ამიტომ მაქვს იმედი, რომ ნიუ-იორკში უფრო სწრაფად გაკოჭავენ მაგ მამდამის, იმიტომ რომ მოხიბლულობისგან რაღაცა გამოგვიძება უკვე დაწყებულია. დიახ. და ყველაფერი ეს ხდება ენის საშუალებით. კი. როგორც ნებისმიერი რაღაცა ქვეყანაზე მხოლოდ ლაპარაკით, ხო? იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც არაფრის გამოცდილება არ აქვს, საერთოდ არ ცხოვრებაში არ უმუშავია. და მდიდარი დედმამის შვილია და მარტო იმიტომ რომ რაღაცა ლამაზად თუ გამართულად და მომხიბლულად საუბარი რო შეუძლია, ამით აიყოლია. ნუ ლაპარაკით ალბათ ცოტა სხვაი როგორც უზდაძე თქვა ლაპარაკი ანუ მეტყველება ადრე არსებობდა ვიდრე ენაო და ენა კონსტრუქტია რომლის საფუძველზე შენ დაწერილ ტექსტებს ადგენს, შენ დახატულ ტექსტებს ადგენს, შენ მუსიკალურ ტექსტებს ადგენს. ეს ენებია ყველაფერი, მაგრამ აი ამ მუსიკის, მხატვრობის და მწერლობის შიგნით ხომ არის ენის საფუძველი, აი ის არის ენა, რომელსაც ერთი სახელი აქვს ლანგ. შინაგანი ენა არის ლანგ. და მე ეს ლანგი რომ გაიშლება სტრუქტურულად და მეტყველება კი არა და რომ მიიღებს ფორმალურ სახეს გრამატიკის სახით თეორიის სახით ცოდნის სახეს რომ მიიღებს ეს ენა ხომ მაშინ არის ლანგაჟი ანუ language და მესამე საფეხური რასაც ერქვა parole ფრანგულად და ინგლისურად speech ქართულად მეტყველება ეგ ყოველთვის იყო. მაშინაც იყო, როცა ენა არსებობდა. და დღეს კიდე ენა ლანგი, მთავარი ის ლანგია, რომელიც შინაგანი ენა ადამიანის და რომელი ენაც აი მსგავს, ესე იგი, მარტო პირიდან ამოსულ სიტყვებს კი არა, სხვა ჟღერადობებს და ფორმალურ და ფორმებს ქმნის. იმ შინაგანი ენის საფუძველზე, რა ვიცი. და აი ეს ამიტომ ენა საინტერესო ენა არის სახელდების საფუძველი და არა მეტყველება რომელსაც ყველაფერი შეუძლია თქვას ენა ზვალი არ აქვს ბატონო ბიოლოგიურ ნაწილს ადამიანის სხეულის ნაწილს მაგრამ თვითონ ენა რომელიც ყვება რა არის ქვეყანა რომელიც ყვება რა იქნება ქვეყანა რა იყო ქვეყანა ამასაც ენაყვება და რა იქნება ამასაც ენაყვება ხომ და სახელდება ეს ყველაფერი მე მგონი ანუ ენაა ყველაფერი რა ვიცი და უზნაძემ პრინციპში მე დავინახე რომ იმის საფუძველზე შეიძლება აი რაღაც სოციოლინგვისტური კვლევა ჩაატარო ან სხვა ძალიან საინტერესოა მე მგონი აი დავასრულოთ ახლა იმით რომ გარდაქმნის პერიოდში ვართ და მსოფლიო გადალაგების პერიოდში. გადასვლის გარდაქმნის. როცა გადადიხარ, გარდაიქმნები კიდევაც. ხო და და გარდაიცვალო და სხვა უნდა დაიბადო. და სახელები საქართველოს ბევრი დღეს საქართველოა, მაგრამ სახელი ბევრჯერ შეუცვლია. და საერთოდ პირველი სიტყვა ხო იყო ჰუა
ეს სიტყვა იმ სიტყვით ადამიანის საერთოდ ყველაფრის გადმოცემას ახერხებდა, რისი თქმაც უნდოდა. მე ნელ-ნელა ისწავლა, მე რუა დაამატა და მე გაზარდა ლექსიკონი და დღეს უკვე მილიარდობით სიტყვები არსებობს, რითაც აზრს უფრო ვადეტალებთ და ვაზუსტებთ და გადმოვცემთ. ხო და აი როგორც ჰუადან მოვედით ერთ ჰუადან იქამდე რომ მილიარდი სიტყვა გვაქვს, ასევე საქართველოს შეიძლება სხვადასხვა მილიარდნაირი სახელი დაერქვას, მაგრამ ამით არსი რჩება ის, რაც საქართველო არის და ის, რაც იმ დაჟე პირველ ხუაშიც კი უკვე იდო. აი, ისევ კრიპკეს თუ მიუბრუნდებით, არა, რაც ახლა თქვით, ეს კარგად ჯდება იმაში, რომ სახელდება ნიშნავს არა მხოლოდ ფიქსირებულ აღწერის დონეზე, დესკრიფციის დონეზე გამოვლენილ ელემენტებს, შემადგენელ ელემენტების, არამედ ზოგადი სახელია, რომელზეც არის არსის, მოქმედებს ხო. აი ეს დესკრიპტული ელემენტების ახლების გამოჩენა, ძვლების ჩანაცვლება და ასე შემდეგ არის არ მოქმედებს შეცვლის არს, ამას ხო, ესახელებს. არს, აქ ხო, ეს სახელი ქონდა დღეს, გუშინ სხვა სახელი ქონდა და ხვალ კიდევ შეიძლება სხვა სახელი ქონდეს. როგორც United Kingdom, ხო? პირველად რომ მოხდა თვალში United Kingdom, მე ორჯერ მესამეჯერ გაუტყავებლად, ხო? არა დიდი ბრიტანეთი, არა ინგლისი, არამედ United Kingdom, მაგრამ თავისი შინაარსით, აი სწორედ არადესკრიპტული ინგლისი United Kingdom-ია, არამედ აი ეს მოდალური United Kingdom-ია. ამიტომ ამის არ უნდა გვეშინოდეს რაღაცა ძალიან ისეთი ფრაზაა დაბალი დონის, ასე ვთქვათ. კი არა, არ უნდა გვეშინოდეს, ეს გარდაუვალი პროცესებია და ამ პროცესებში ახავ ცხოვრობთ, ამ პროცესებს ვუყურებთ და ძალიან სასიხარულოა, რომ დროის ისტორიის იმ მომენტში ვართ, როდესაც ჩვენ სასიკეთოდ ლაგდება ზოგადად კაცობრიობა და ზოგადად მსოფლიო გეოპოლიტიკა და ისეთი პერიოდი არის წინ, როდესაც საქართველო აუცილებლად უნდა იყოს მთლიანი, იმიტომ რომ ეს მარტო საქართველოს კი არ უნდა, გეოპოლიტიკას ჭირდება, რომ საქართველო იყოს მთლიანი და კარგია, რომ ასეთი დროა ახლა და არ არის რაღაცა წინა საუკუნის ოციანები, როდესაც გეოპოლიტიკასთვის სულ ერთი იყო საქართველო. სუსერკაში იქნებოდა თუ იქ იქნებოდა თუ აქ იქნებოდა. დღეს ისევე არა აქვს საქართველოს ფუნქცია საკუთარი, როგორც ქონდა საბჭოთა კავშირის დროს, ამდა შახაბასის დროს, არ არის მართალი, რბილად რო ვთქვათ, ამის თანამ მოსაზრება. რომ ფუნქცია არ აქვს, ფუნქცია აქვს, უბრალოდ ამ ფუნქციას დანახვა უნდა ერთი და არ უნდა მიჩქმალო. თან ძალმომრევი. ოცნებამ ხო ეს გააკეთა, რომ მიჩქმალა. საქართველოს ფუნქცია გეოპოლიტიკურ რუკაზე არის ის, ანუ არის მთავარი დერეფანი. ხო და აქ მთავარ დერეფანს მოვიდა დააჯდა დევი და გადაკეთა წყალი. და თქვა ეს აქ ჩემი არისო და მეო იქით პუტინს მივცემო, აქით ამასო, აქით არაბებს მივცემო, ორ მთავარი აქ მე ვიქნები. ანუ არ უნდა რომ ეს სრული და დიდი სურათის ნაწილი იყოს ეს პატარა მიწა. და ანუ ამის საშუალება არ ექნება ამ დევს, იმიტომ რომ დიდი სურათი ისე ლაგდება, რომ აქაურობა აუცილებლად უნდა იყოს გახსნილი. კი ბატონო, აი ობიექტს, რომელსაც სახელდებული აქვს საქართველო, ხო სახელდების ობიექტს საქართველოს აქვს შინაარსში აი ეს ფუნქცია, რომლის დანახვა ზოგიერთს ნერვებს უშლის ძალიან. კი. არა ეს არადესკრიპტული მომენტია, არამედ მოდალური მომენტი. ნერვებს უშლის და რაღაცა დროის განმავლობაში შეუძლია, რომ დედაუტიროს ქვეყანას, მაგრამ ეს ყოველთვის დროებითია და ეგ დრო მოდის რომ დასრულდეს, მაგის 300 წელი გაგრძელდა. სამწუხაროდ, მაგრამ არა უშავს. ერეკლეს აბრალებენ რომ ასეთი ნაბიჯი გააკეთავა, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება ადამიანმა წარმოედგინოს ის საზღარი მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ერეკლე, როგორც ირანის. არა,
არა, ჩვენ ვილაპარაკეთ მედალევანი მაგაზე და არანაირი ისეთი საზღვრული სიტუაცია არ ქონდა ერეკლეს, რომ ეს გაეკეთებინა. არ იყო, ანუ იმით ამართლებენ, რომ ეს იყო ერთადერთი. არ იყო ერთადერთი, ეს იყო მისი გადაწყვეტილება. თავისი სიცოცხლის განმავლობაში ვერ მიწვდა ინგლისს, სადაც ცდილობდა ასევე თავისი წარმომადგენლებით თავისი სიტყვის თქმას და ინგლისამდე მივიდა ერეკლე, მაგრამ არ იყო რეაქცია. ხო და ალბათ არ იყო რეაქცია და გაიბუტა და თუ რეაქცია არ გაქვთ, ახლა მე მოვჭრი ყველაფერს უარყოფ და ჩემ იმას ჩავაბარებ აქითო? რა საქციელია? ხო, ანუ ეს ხო ყველაფერი ან პირადი გადმოსახედიდან გადაწყვეტილია და არა საერთო სურათიდან და კაცობრიობიდან. ეს არ იყო კაცობრიობიდან გადმოსახედიდან გაკეთებული გადაწყვეტილება, ეს იყო პირადიდან იყო კიდევ ერთი ესეთი ძალიან პატივცემული მეფე ალექსანდრე პირველი, რომელმაც საქართველო გააყოს ამ ნაწილად. თავის სამშვილს დაურიგა საქართველო. იმაზე რატო არაფერს არ ვამბობთ? იმას არ ადიდებენ მაგას ქოცები დაიწყებენ მაგის გადიდებასაც და მაგასაც ვიტყვით. ანუ ერეკლეს ეს არ იქნებოდა საუბარი, ქოცები რო არ ადიდებდნენ, ხო? ხო არ იყო საუბარი ერეკლეზე, ყოველთვის კი არ ვლაპარაკობდით. ახლა წამოჭრეს ერეკლე, იმიტომ რომ თვითონაც მასეთები არიან, როგორც ერეკლე იყო და იგივეს აკეთებენ. ამიტომ ადიდებენ ერეკლეს, რომ ნახეთ ჩვენ კი არ მოგვიგონია ჯერ კიდე ერეკლემ გააკეთა და მაგას ვიმეორებთ. მეორე კაცი იყო სამსუხაროდ და ერთი ეს პლუსი ქონდა მხოლოდ ქოცებთან შედარებით, რომ მეომარი იყო, ხო, მეტი ხო, მაგრამ მეტი უბრალოდ შეიძლება ქონდა, მაგრამ ვერ მიწოდა. ეგ არის. ხო, გლობალურად შეიძლება აი ინგლისში რომ მიდიოდა მაშინ იმ მომენტში გლობალურად თითქოს ფიქრობდა, მაგრამ მე რა დაემა გაიბუტა და შეწყვიტა გლობალურად. აი მიშა, რამდენჯერ აწყენინეს მიშას, რამდენჯერ არ დაუფასეს, მაინც არასდროს არ იბუტება და მაინც თავისი გლობალური აზრები უფრო და უფრო უფართოვდება და უფრო გლობალური უხდება და მაინც სულ უფრო და უფრო დიდად აზროვნებს ერეკლისგან. მიშას მიეცემა საშუალება კიდევ თავისი და გლობალური აზრები კიდევ აღასრულებს. კი. კარგი. დავამშვიდობოთ მაშინ დღეს მაყურებელს. კი ბატონო. მომავალ შეხვედრამდე. საქართველო იქნება დეოკუპირებული და რუსეთი აღარ იქნება შავ ზღვაზე. ერეკლეს შეცდომას ჩვენ გამოვასწორებთ. ისედაც ის ნოვოსიბირსკი ძალიან გაყინული პორტი ყოფილა, თითოეულად ღირქონია კარგი, დანში ეს უგაყინული იყო. ხო და არა, მთლად ისე ხშირად არ იყინება ახლა რო ძალიან. შეიძლება 10 წელიწადში 1-2 გაიყინოს, ესე არ იყინება მან. ოდესაშიც ესე იყინება. 10 წელიწადში 2-ჯერ 3-ჯერ იყინება ოდესა, მაგრამ მაინც ხო მუშაობს, ძალიან ძლიერი პორტია და ახლა რო ანაპა საერთოდ გააჩერეს, მოკლედ რა. აღარ იქნება რუსეთი შავ ზღვაზე. კი ბატონო. ასე იქნება. მომავალ შეხვედრამდე. კარგი, ნახვამდის ელისო. მადლობა.